სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Აქ გითხარით, რომ ეს 77 ჩაწერილია ისევ კოვიდი მძვინვარებს და ხალხიც დაბნეულია. მე მახსოვს პირველ რომ მოვისმინე ბატონ თეოფილე მალაქიას საუბარი კოვიდზე და როგორი წმენა მომცა ამან. და ბატონი ჯონი მაკარტური შემდეგ უფრო ძალიან კარგად აყალიბებს უკვე მოგვიანებით და ეს საუბარი ძალიან კარგად მახსოვს მე, იმიტომ რომ ყველა დაბნეულები ვიყავით, გუშინ რომ მოვდიოდი ავტობუსით, რომ ვატარებდი ხალხს, ამოვდიოდი ჩქაროსნული გზიდან და დავინახე დიდი ბანერი, რომელიც არ მინახავს, რომ ხალხო რას გვიკეთებდნენ, რა გვიქნეს კოვიდის დროს, როგორ მოგვატყუა მთავრობა და იყო აქაც ანტივაქსერები და დიდი გამოსვლებიც იყო და აი გაშინას გაიხსენეს. ჩემი თანამშრომლები კიდევ უჩივიან კომპანიებს, რომ გაუშვეს სამსახურიდან და მართლაც რომ დაფიქრდებით რა ექსპერიმენტი ჩაატარეს ჩვენზე. რამდენი წამლები გაიყიდა ვაქცინები, რამდენი მასკები, რამდენი ალკოჰოლის საწმენდები და რა ვიცი, რეებიც არ იყო დაკავშირებული და რა ფულები გააკეთეს. და როგორ გაიზარდა ფასებმა ძალიან ბევრ რაღაცებზე, ასევე მიმტანის სერვისები. არ ვიცი რა როგორ იმასაკნა, ხო? Amazon-მა ალბათ რა ვიცი, მაშინ გახდა ბეზოსი ალბათ ძალიან ისეთი, ასევე ესეთი კომპანიები. ნახეთ როგორ იყო ეს დაკავშირებული ახლა არ მივადგეთ Bill Gates და ის ადამიანებს, რომლებსაც ასევე თუნდაც სოციალურ ქსელებში ბევრმა ისარგებლა ამითი, ხო, იცით, ხო? Რაღაცა სექტორმა დაკარგა ფულები და რაღაცა სექტორმა მიიღო ბევრი ფულები. და შიშზე იყო ეს დამყარებული. და ეს კითხვაც აქედან მოდის, რა უთხრათ იმ ხალხს, ვისაც კოვიდის ეშინია, უკვირდა გლანძღავენ, რომ ჩვენ ნიღაბს არ ვიკეთებთ. და მეც არ ვიკეთებდი ნიღაბს გარდა იმ ადგილებისა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა ნიღბის გარეშე. ხო და სადაც შეიძლებოდა თავს და ხალხს ქუჩაშიც ეკეთა ნიღაბი, თავის მანქანებშიც ეკეთა ნიღაბი და ყველაფერი. მე მახსოვს ჯონ მაკარტურსაც ერთ-ერთ საუბარში ეტყვის ეს ოსტინ დანკინი, როცა ინტერვიუს აიღებს და ის ჯიბიდან ამოიღებს მასკს, ჯიბიდან. დანგინდა თქვა ჯონ მაკარტური უკვე შენი და დანაგვიანებულია ეს ისაო რა უკვე დაარღვია ამის სისუფთავის ხო და მართლაც უნდა გითხრათ რომ ჩემი თანამშრომელის მეუღლე მუშაობდა ექთანი სპეციალური იმ განყოფილებაში სადაც კოვიდის დაავადებული მოყავდა და აი კოსმონავტის კოსტუმს აცმევენ და იქაც შევიდა ეს ისაო და ჯონ მაკარტური ამაზე იტყვის რომ კოვიდი ისეთი გამტარი იყო რომ ვერაფერი ვერც მასკი და ვერაფერი ვერ შოლოდა ამას შიგნით გადიოდა აი ამ პიროვნებმაც მე დამიდასტო რომ ორმაგი ისინი წეცვათო მასკები და ისინიო და მაინც დაავადდნო კოვიდითო ასე რომ უნდა გავიხსენოთ ჩვენ კარგად და ფრთხილად ვიყოთ რომ შემდეგ შიშები არ შემოვიდათ შიში შემოდის ყოველთვის აი ხლა ნახავთ რისგან და ვინ აკეთებს ვინ არის ეს შიშის ჩვენთან შემომტანი და მთავრობა მე როგორ იყენებს ამ შიშის ფაქტორს სულ ნიუსები ყველაფერი სულ დაშინებასია რომ საზოგადოება დაშინებული ყავდეთ საღამოშვიდობისა პასტორ ჯონ მე ბილი მქვია გამარჯობა ბილ მადლობა დღეს დილის ქადაგებისათვის ეს ძალიან სასარგებლო იყო არაფრის 4 დღის წინ რაღაცას წავაწყდი გრეისის ადამიანის ეკლესიასთან დაკავშირებით ადამიანი რომელსაც უკვე 20 წელია ვიცნობ აი ეს არ არის ქრისტიანი მაგრამ მეუნება რომ ძალიან ძლიერი ლოცვითი ცხოვრება აქვს და ჯონ მაკარტური ყოველთვის თავისი იუმორით პასუხობს თუ ის ქრისტიანი არის საინტერესოა ვის ელაპარაკება როცა ლოცულობს ასე რომ პირველივე საუბარში პირველივე სიტყვები რომელიც მისი პირიდან ამოვიდა ეს თქვა ჩვენ შენზე ვნერვიულობთ ანუ ასეთები ერთზე მეტია ბატონო პასტორო ჯონ და ჯონი პასუხობს შენზე ნერვიულობენ თუ ჩემზეო შენზე დიახ ეს ჩემზე ზრუნავს და მე ვკითხე მართლა და მან პასუხა კი და მითხრა მე ვიცი რომ შენ გრეისის სათემო ეკლესიაში დადიხარ და ნიღაბს არ ატარებ მან ფაქტობრივად მითხრა და რატომღაც ეხლა მეუნება უკვე კოვიდი რამდენიმე წელია ხო უკვე არის უკვე 1 წელზე მეტი არის თუ 2 წელია და მაინც ეხლა მითხრა და ამბობს რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ და ვინ იგულისხმება ჩვენში არ ვიცი თავისი ოჯახი მეგობრები თუ ნაცნობები ასე რომ ისინი შიშობენ ჩვენს გვერდით ყოფნის გამო ერთ-ერთმა კაცმა თქვა რომ მას სურდა ცოდნოდა მითხრა რომ ახლა ჩემს სახლშიც აღარ მოვა ამის გამო მაგრამ ის ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო
და არ ვიცოდი რა მეპასუხა ამასე და როგორ მეპასუხა სათანადოდ. და ჯონ მაკარტური ეუბნება, კარგი ბილ, მომიცი საშუალება დაგეხმარო ამაში. სწორედ ამის იმედი მაქვს პასტორო. და ჯონ მაკარტური იხსენებს ლაპარაკოს. ებრაელთა მიმართ წელში, ჩვენ საუბრობთ ებრაელებზე, მაგრამ ებრაელთა მიმართვის მეორე თავი ამბობს, რომ ეშმაკი მთელი ცხოვრება სიკვდილის შიშით აკავებს ადამიანებს. და ეს არის შემდეგი მუხლები წაგიკითხავთ ამას. ამბობს რა, ვაუწყებ შენ სახელს შემძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ. და კიდევ მივენდობ იმას და კიდევ მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა. რა კი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს. ესე იგი ეშმაკი, იესო ქრისტეზეა ლაპარაკი, რო იწყებს შესავალს ავტორი ებრაელთა წერილისას, ხო? და გაანთავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. ხედავთ, ვინ ღვთის მონად? აი, საიდან შემოვიდა შიში სიკვდილის. სატანა რო უფლობს და სატანამ შემოიტანა სამოთხის ბაღიდან, ხომ? როცა აცდუნა ადამი და ევა და ჩვენშიც გადმოვიდა ეს შიში. და ვინ დაამარცხა? იესო ქრისტემ, რითი? თავისი სიკვდილი ჯვარცმით და აღდგომით. და დაგვანახა, რომ გამარჯვებულია ეს სიკვდილზე. ვინც იწამებს მას, ეს უკვე აღარ მოქმედებს მასზე. რწმენის ამბავია ეს. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, თუ ხალხს ეტყვით, რაღაცისაგან შეიძლება მოკვდნენ, თქვენ უკვე შეაშინებთ მათ და მათ უკვე იმედი აღარ აქვთ. და მით უმეტეს, როცა არიციან, რას ნიშნავს სიკვდილი. სად მიდიან ისინი სიკვდილის შემდეგ. და ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მათ იფიქრონ. სწორედ ამიტომ უწოდებენ სიკვდილს საშინელებების მეფეს. ხო, შეგიძლიათ აიღოთ რაღაც, მაგალითად ვირუსი, ხო, რაც გავიკეთეს ახლა ჩვენ კოვიდის. რომელიც შეიძლება 25% ადამიანისათვის იყოს გადამდები. 99% გადაურჩება მას. და კიდე მეტი, სიკვდილიანობა არის რაღაც 1%-იანობა, ხო? თუ ავიღებთ დღევანდელი მოსახლეობის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მაინც შეაშინოთ ადამიანები ამით. იმიტომ რომ ამან შეიძლება მოკლათ. რადგან სიკვდილის შიში ყველაზე დიდი დამფრთხუნველია ადამიანის ცხოვრებაში. და ეშმაკი აი ამ შიშით, სიკვდილის შიშით მონობაში ამყოფებს კაცობრიობას. ეს არის სიკვდილის შიში. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ასე აკონტროლებენ ადამიანები სხვა ადამიანებს. სიკვდილის საფრთხე არის მამანზე კონტროლის განხორციელების უმაღლესი გზა. და მსოფლიო ლიდერების და მთავრობის ლიდერების ამჟამინდელი ბირთვით, რომლებიც ყველა კონტროლს ცდილობენ, მათ აირჩიეს ყველაზე მუხანათური რამ, რაც შეიძლება რომ შეარჩიონ. და ეს არის შიში, ამ ვირუსით შიში, დაშინების ფაქტორი. ასე რომ, თუ მე მეგობარს ვესაუბრებოდი თქვენ ადგილზე, მე ვეტყოდი, გსურთ ამ შიშისგან გათავისუფლდეთ? გსურთ საერთოდ არ გეშინოდეთ სიკვდილის? გსურთ რომ სიკვდილს მეგობარივით შეხვდეთ? იმიტომ რომ ჩვენთვის ქრისტიანებისთვის და ჩემთვის შეგიძლიათ უთხრათ დარწმუნებით, ჩემთვის სიცოცხლე ქრისტია, სიკვდილი მოენაგები. იცხოვრებთ იმისათვის, რომ სიკვდილის გარეშე იცხოვროთ. და მის მოლოდინს ელოდებით იმის გამო, რომ ზეციური დიდება მიიღოთ. გინდათ ამის გაგება და მერე გადავალ მე სახარებაზე. ის ამისთვის უკვე მომზადებულია. და თქვენ ახსნით იმას, რაც ჩვენ ყველას გვემართება, რომ ეს სიკვდილი გარდაუვალია. ამაზე არ ფიქრობენ უბრალოდ. და როცა ესეთი რამე დგება, ისინი იწყებენ ამის გაცნობიერებას და შიშით შემოდის. მე შევდიოდი იმ დღეს სისის ბრენდის კამფეტების მაღაზიაში, რათა პატრიციასთვის ტკბილეული მეყიდა. და მაღაზიის გამოსვლის დროს მე ნიღაბი არ მეკეთა. და იქ იყო ქალბატონი, რომელიც ალბათ ჩემი ასაკის იყო დაახლოებით და 3 ფუტის დაშორებით იდგა. და მან დამიყვირა. ბატონო, რა ხართ ასეთი? გარდა მე სისისთვის შევედი კამფეტები ცოლს გამოუტანო. ეს რაღაც გარკვეული ჩემთვის მისიონერული მუშაობა წყალობა მინდა ჩემ ცოლს გაუზიარო და უკაც პიროვნება მიყვირის და მეკითხება. სად არის თქვენი ნიღაბი? მიხვდი რომ ესა წყალი ქალბატონი შეშინებული იყო და მას სიკვდილის ეშინოდა. არდა ეს შეიძლება იყოს ყველაზე საუკეთესო დრო
ჩვენ ქრისტიანების ცხოვრებაში, რომ ადამიანებს დაუპირისპირდეთ იმ ფაქტით, რომ ქრისტე არის ის, ვინც ამ შიშს აკარწყლებს. და ზუსტად ამ დროს ჩვენ მიუტანოთ მას სახარება. ანუ ეს გზავნილი. უკეთეს ინსტრუქციებზე მე ვერ მოვიფიქრებდი. ნახეთ, ყველანი ვცდილობთ გავიგოთ რა არის ეს კოვიდი. და მე მქონდა სტატია. ეხლა ვაპირებდი ამის ხსენებას და ნება მომეცით რომ გაგიმხილოთ. ახლა ხან გამოვიდა ეს ანგარიშები, ეს სტატისტიკა, სოციოლოგიური კვლევები და მე ყველაფერს ვაკორდებოდი ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ეს დაიწყო. და ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თეთრი სახლის, კოვიდის გუნდის, ჰარვარდის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგებისაგან. და აი დასკვნა. ეს არის ამ კვირაში, რაც გამოვიდა. ვაქცინირებული მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელსა და კოვიდის ახალ შემთხვევებს შორის არ არსებობს რაღაცა შესამჩნევი კავშირი. გსმენიათ ამის შესახებ? ანუ ვაქცინირებული ადამიანის პროცენტულ მაჩვენებელსა და კოვიდის ახალ შემთხვევებს შორის არ არსებობს კავშირი, ვიმეორებ. სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელსა და კოვიდის ახალ შემთხვევებს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არასებობა მრავალი კვლევით არის დადასტურებული. ანუ ვერაფერს ვერ შველის ეს ვაქცინაცია. ხედავთ? არ არსებობს მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ COVID-19 შემთხვევები მცირდება სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო. არსად არ არის ეს. არდა ისინი ყველას აიძულებენ ვაქცინაციას. ამას COVID-ის დაავადებებთან არაფერი საერთო არ აქვს. და უფრო ღრმად თუ ჩაიხედებით სტატიაში, ნათქვამია, რომ ყველაზე ვაქცინებულ ქვეყნებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ვირუსის გადაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაგ ქვეყნებს აქვთ. და ვაქცინებული ქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გადაცემის ყველა დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს. ეს სრულიად საპირისპირო იმისი, რასაც გვეუბნებიან. ასე რომ მე არანაირად კი არ ვამბობ, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ. ეს თქვენი გადასაწყვეტია, თქვენი საკითხია და თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. მაგრამ მე ვიცი, რომ საქმე ხალხის დაშინების მცდელობას ეხება. და მე ვარ ადამიანი, რომელიც საუბრობ, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაფერი წავიკითხე. იმიტომ რომ მე მინდოდა დარწმუნებული ყოფილიყავი, რომ ეს ისეთი საშიში არ იყო, როდესაც ჩვენ გადავწყვეტეთ ეკლესიის გახსნა. რაც კი ხელში მოხვდა, ყველაფერი წავიკითხე. და არაფერი აჩერებს COVID-ს, ვერც ნიღბები, ვერც ორმაგი ნიღბები, სამმაგი ნიღბები და არც სოციალური დისტანცირება. ვერაფერი ვერ აჩერებს COVID-ის გადაცემას. ეს იგივეა, რომ ჯაჭვის ღობით ეზოში ბუზები არ შემოუშვა და დაიცვათ ბუზებისაგან. ეს არის მიკროსკოპიული ვირუსი. ვერაფერი ვერ აჩერებს ის მიდის იქ, სადაც მას სურს. და როგორც ვიცით, ის ძალიან საშიშია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სხვა დაავადებები და პროვოცირებას აკეთებს იმ დაავადებების. ეხლა დაფიქრდით 5 წლის ბავშვების ვაქცინაციის ცდელობა. ნახეთ, როდესაც უკვე არაფერი კავშირი არ არის, რაღა საჭიროა. ნახეთ, სრულიად საპირისპირო იმისი, რასაც ისინი ამბობენ, ეს წარმოუდგენელია. ასე რომ ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ადამიანებით მანიპულირება ძალიან ადვილია, თუ მათ ეტყვით, რომ შეიძლება ისინი მოკვდნენ. და ჩვენ აქ ვართ იმის სათქმელად, რომ პირველ რიგში COVID-ის სიკვდილი ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინდა შეგახსენოთ რა არის. რა არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი? კაცობრიობის ისტორიაში. ერთ ჯერზე პირველი ფიზიკური სიკვდილი. ყველას მოუწევს პირველი სიკვდილი, ფიზიკური სიკვდილი. დიახ, ეს გარდაუვალია. შეიძლება ეს COVID-ით იყოს, შეიძლება ეს სხვა რაღაცით იყოს, მაგრამ ერთი სიკვდილი თქვენ არ აქცდებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის, რომ მეორე არ გქონდეთ. რო არ იყოს ორი სიკვდილი. მეორე სიკვდილი, რომელიც არის სულიერი და მარადიული. ასე არ არის? ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები, კმაყოფილები, მოსიყვარულები, კეთილები, გულმოწყალენი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს შიში გააჩნია და მიუტანოთ სიყვარულით ის გამბედაობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია იესო ქრისტეში. და ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ეს გამბედაობა მოდის უფალისგან. იესო ქრისტე გვაძლევს ამ ხსნას, რომელიც სიკვდილის შიშს აკარწყლებს და
უკვე ჩვენ აღარ გვეშინია ამის. კარგით ბილ, იმედი ეს გამოგადგებათ და მე უნდა დავძინო, არ შემიძლია არ თქვა, ჯონ მაკარტური როდესაც ამას ყველაფერს ამბობდა, ნახეთ ღმერთი მიუკერძოებელია და მას კოვიდი შეემთხვა და დაავადებებიც დაეწყო. გულის რაც სუსტი ქონდა მას, ქონდა მაგას ბავშვობიდან, მე სპორტი და იმითი იმასაკნა სარქველების რაღაც პრობლემა იყო და რა ბუნებრივი ასაკთან ერთად, ნახეთ, თავის თავზეც, აი ღმერთმა როგორც რასაც იტყვი შენ, იმ სიტყვებით გამოიცდები. და გამოიცოდა კიდევ ჯონ მაკარტური რო იცოდეთ. აი ამის შემდეგ უკვე იწყება მისი, აი ძალიან მალე უკვე იწყება მისი დასუსტება, უკვე პირველი კათედრაზე გული წაუვა, მე მგონი თვითონაც არ იცოდა რა მოხდა და გულის შეტევები და ისინი დაეწყება. როცა იყო ძალიან ისე იყო გამოიყურებოდა ძალიან ჯანმრთელად. ასე რომ აი ნახეთ ღმერთი მიუკერძოებელია და შენ როცა ამას ამობდა მილიონობით ადამიანი გისმენს შენც უნდა დაადასტუროს შენი ცხოვრები და პრაქტიკით. აი ეს მინდოდა მეთქვა, მადლობა მოსმენისათვის. დღეს ამითი შემოვიფარგლებით.